საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია ევროპის ცელიაკიის საზოგადოების ასოციაციის მხარდაჭერით მაისის თვეს ცნობიერების ამაღლების კამპანიას უთმობს 16 მაისს კი ცელიაკიის საერთაშორისო დღე აღინიშნება ბავშვთა ღონისძიება გაიმართება თბილისში სადაც პატარებს ზღაპრულ თავგადასავალში ამოგზაურებენ და მრავალფეროვან ღონისძიებებში ჩართავენ სხვათა შორის ასოციაციამ უკვე გაწერა ივნისისთვის დღის წესრიგი კერძოდ მათი ეგიდით 7 ივნის ბათუმში ცელიაკიის მესამე საერთაშორისო კონგრესი გაიმართება სახელწოდებით რას ნიშნავს ცელიაკიის სკრინინგი აჭარის რეგიონის ქართული და ევროპის იტალიური გამოცდილება. რაც შეეხება თავად ცელიაკიის ასოციაციას ის 3 წლის წინ ცელიაკიის მქონე ბავშვების დედების მიერ დაფუძნდა და მას შემდეგ აქტიურად ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიას როგორც საქართველოს მასშტაბით ისე მის ფარგლებს მიღმა. გეტყვით იმასაც რომ ცელიაკია ავტოიმუნური დაავადებაა რომლის დროსაც ადამიანს ეკრძალება გლუტენის შემცველი მარცვლეულის მიღება როგორიცაა მაგალითად ხორბალი, ჭვავი, ქერი და ასე შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანდება ცელიაკიის მქონე ადამიანის წვრილი ნაწლავი რაც დამატებით სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს აჩენს. ქეთი ტაბატაძე საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაციის დამფუძნებელი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში და თემაზე საუბარს ვრცლად და დეტალურად სწორედ მასთან ერთად განვაგრძობთ. ქეთი ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და დაბრუნებისთვის ჩვენთან პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესო ამბები. და ეს ამ ამბების თხრობა მინდა რომ დავიწყოთ სულ ყველაზე მოახლოებული ღონისძიებიდან რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება ხო ბავშვებს უწყობთ როგორც თქვენ გაშევწყოთ ძალიან მნიშვნელოვან დღეს ჯადოსნურ ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებთ თავისი გმირებით და მოკლედ სრული პაკეტით ამ შემთხვევაში და ასე აღნიშნავთ ცელიაკიის საერთაშორისო დღეს. რა აქტივობები იქნება დაგეგმილი და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია რომ ყოველ წელს ეს დღე აღინიშნებოდეს სათანადოდ. მადლობა პირიქით თქვენ იმისთვის რომ ესე გვერდში გვიდგახართ უკვე მე რამდენი აქტივობა რასაც თქვენთან ერთად ვაშუქებთ და შეიძლება ითქვას რომ ესე ისტორიულად ამ 3 წლის მანძილზე მოგყვებით და ფაქტობრივად არაფერი გამოგვიტოვებია რაც არ გვითქვამს თქვენს ეთერში ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები. მართალია 16 მაისს აღნიშნავთ ცელიაკიის საერთაშორისო დღეს. ჩვენ ვართ ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაციის წევრი. უკვე მესამე წელია და ევროპის ყველა ქვეყანაში ამ დღეს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ ზოგ განიმართება საბავშვო ღონისძიება, ზოგ განიმართება კონფერენციები და ასე შემდეგ. ასევე 16 მაისს არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი კამპანია, განათების კამპანია Shine Light on Celiac ესე ქვია და ნათდება ლენდმარკები სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენი კუთხით რაც შეგვიძლია თბილისის ანძას ვანათებთ ხოლმე და ბათუმში სტადიონი ნათდება მწვანე ფერში 16 მაისს. რაც შეეხება საბავშვო ღონისძიებას, ყოველწლიურად ვაორგანიზებთ ბავშვებისთვის, რომ ეს იყოს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი გასართობი სახალისო დღე და მაქსიმალურად კარგი და ბედნიერი განწყობით შეხვდნენ და დაბრუნდნენ შემდეგ. წელს გვექნება ძალიან სახალისო ღონისძიება, როგორც ახსენეთ, გვეყოლება ანიმატორები, ილუზიონისტის შოუ გვექნება, ძალიან უყვართ ხოლმე ბავშვებს ეს სახის მოხატვა და ბევრი სხვა გასართობი. ამჯერად ჩვენი პარტნიორი ამ კუთხით არის თამაშობანას სივრცე, სადაც ძალიან დიდი შესაძლებლობაა რომ ბავშვები მაქსიმალურად კარგად გაერთონ. ჩვენი მხრიდან ყოველ წელს აი სულ ფიქრობთ ხოლმე რომ ვთქვათ წელს რა შეგვიძლია სიახლე შევთავაზოთ მქონია ღონისძიებები ღია სივრცეშიც დახურულ სივრცეშიც თუმცა გვინდა რომ ყოველ წელს განსხვავებული გამოცდილება ვაჩუქოთ ბავშვებს. დაახლოებით რამდენი ბავშვი მოიკლის თავს? აი რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა რადგან ამჯერად დახურულ სივრცეშია, რაოდენობა განუსაზღვრელი ვერ იქნება და ეს ცოტა არ იყოს ამინდის გამოც გადავწყვეტეთ, იმიტომ რომ როდესაც ესეთ ღონისძიებას გეგმავ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ყველანაირად დაზღვეული იყო და ესე ბედნიერად ჩავატაროთ რაც გვაქვს დაგეგმილი. სანამ ბათუმის ამბებს მოვიკითხავდეთ, როგორც ვახსენეთ, ეს თვე არის ცნობიერების ამაღლების კამპანიისთვის განკუთვნილი, ხო? აი ამ თემასაც მინდა რომ შევეხოთ გამომდინარე იქიდან რომ ასოციაცია გაცხადებული მიზნით აქტიურად გამსნაბიჯებს იმისთვის რომ რაღაცა ეს პროცესი წინ წავიდეს, რა ეტაპზეა დღეს არსებული სტატუს-კვო რას გვიჩვენებს, როგორ ამაღლდა ცნობიერება თუნდაც აი ამ 3 წლიან პერიოდში?
ამ სამწლიან პერიოდში მე შემიძლია გითხრათ იგივე იმ ექიმებთან კომუნიკაციის შედეგად მათი უკავშირი რაც გვაქვს და რაც გვესმის, ასევე კერძო სექტორთან კომუნიკაციიდანაც, ვინც არიან ამ გლუტენოსაკვების იმპორტიორები და რეალიზატორები, საკმაოდ ამაღლებულია ცნობიერება, განსაკუთრებით შეიძლება ვთქვათ ბოლო ზუსტად 3 წლის განმავლობაში ჩვენ აი ამ კონგრესებით თუ ნებისმიერი ღონისძიებით, რასაც ვაორგანიზებთ, გვინდა რომ მოვიცვათ ხოლმე საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი. იქნება ეს ჯანდაცვის სფერო, კერძო სექტორი თუ უბრალოდ ფართო საზოგადოება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა და გამრავალფეროვდა უგლუტენოს საკვები. ეს განაპირობა იმან, რომ გაიზარდა მოთხოვნა. შესაბამისად ჩვენ და მოთხოვნა გაიზარდა ალბათ ცნობიერების. მოთხოვნა გაიზარდა ცნობიერების ამაღლების კუთხით და ასევე გაიზარდა დიაგნოსტირება ადამიანების, არა მხოლოდ ბავშვებზეა საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს თქვათ აქვს ცელიაკია და ამის შესახებ იცის, იმიტომ რომ ეს ცოდნა ნიშნავს ჯანმრთელობას. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ პირველ რიგში სამედიცინო სექტორში მოხდეს ცნობიერების ამაღლება. ჩვენ როგორც მშობლები, ვისაც გვქონია პრობლემები იგივე ჩვენი ვეშვილების და აი ჩემ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა რომ დიაგნოსტირების და აი ამ დიაგნოზის მიღების არ არის ეს ადვილი პროცესი, არ არის ეს მარტივი პროცესი, არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად ცელიაკია არის ძალიან მრავალფეროვანი გამოვლინებით, ამიტომ სამედიცინო სექტორში არა მხოლოდ გასტროენტეროლოგს უნდა კონდეს სრული ინფორმაცია ცელიაკიის შესახებ. ძირითადად გასტროენტეროლოგი არის ცელიაკიის ექიმი, ესე ვთქვათ. მაგრამ ეს ინფორმაცია უნდა იყოს როგორც დერმატოლოგებთან, ასევე შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ სტომატოლოგიაშიც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე, რომ აი ხშირი სტომატიტები შეიძლება იყოს ამისი გამოვლინება. ყველაფერს დაკვირვება ჭირდება, იგივე ჰემატოლოგები, მაგალითად რკინა-დეფიციტური ანემია, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ცელიაკიის შემთხვევაში. ენდოკრინოლოგიური დარღვევები ძალიან მრავალფეროვანია. ამიტომ აი ეხლაც რა კონგრესსაც გეგმავთ, იქაც გვინდა რომ ესეთი მულტიდისციპლინური საზოგადოება შევკრიბოთ და მაქსიმალურად ყველას გავაგებინოთ. თუმცა ეს რა თქმა უნდა მეორეს არ ნიშნავს, რომ თუ რაღაც პატარა სიმპტომი აქვს ადამიანს, აუცილებლად ცელიაკია აქვს, ან აუცილებლად უნდა წავიდეს და გაიკეთოს შესაბამისი ანალიზები. ამისთვის უნდა მიმართონ ექიმებს და აი გუშინაც იყო ვებინარი ევროპის ასოციაციის ორგანიზებით ჩვენი მხრიდან ქართველი ექიმი იყო ჩართული მარიამ ღოღუნიშვილი პედიატრი გასტროენტეროლოგი და იქაც იყო საუბარი რომ პირველ რიგში უნდა მიმართო ექიმს ძალიან ბევრი Google-ში ეძებს ინფორმაციას თუმცა Google-მა შეიძლება სულ სხვა გზით წაგვიყვანოს ამიტომ ესე თქვათ ოქროს სტანდარტი არის კონსულტაცია ექიმთან თუ გვაწუხებს სიმპტომები და ეროვნულ ასოციაციასთან ვინც ვართ საქართველოში კი ბატონო, კეთ კონგრესი ახსენეთ და მინდა რომ უკვე გადავინაცვლოთ შავი ზღვის პირეთში, სადაც მესამე ჯერ უკვე მართავთ ამ საერთაშორისო კონგრესს, თუმცა წელს არის ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, გამორჩეული ასპექტი ის, რომ იტალიური გამოცდილების გაზიარება იქნება სკრინინგის თვალსაზრისით. რატომ იტალია? რა მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყანას აი ამ მიმართულებით და შემდეგ უკვე გადავიდეთ სკრინინგზე, მის მნიშვნელობაზე და ზოგადად აი ამ ადრეულ დიაგნოსტიკაზე. ზოგადად რა ინფორმაციაც მივიღეთ ჩვენ მას შემდეგ რაც გავწევრიანდით ევროპის ასოციაციაში არის ის რომ იმ ქვეყნებში სადაც ყველაზე აქტიური ასოციაციებია ყველაზე მაღალია ცნობიერება და ყველაზე მეტი ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება. ერთ-ერთი ასეთი არის იტალია, რომლებიც მუდმივად მუშაობენ, მუდმივად სიახლეებზე მუშაობენ, კონტაქტი აქვთ ყველა სფეროსთან, ასევე სახელმწიფოსთანაც ძალიან აქტიურად და პირველები არიან, ვინც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს ცელიაკიის პედიატრიული სკრინინგი. ჩვენ 2 წლის წინ მქონდა ბათუმში კონფერენცია
სადაც ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ და იქ, როდესაც ვახსენეთ, რომ ძალიან სასარგებლო პროექტია სკრინინგი და ჯანმრთელობის სხვა გართულებების განიცავს ადამიანებს და ასევე სახელმწიფოსთვისაც საკმაოდ ხარჯეფექტურია, დაგვიდასტურეს, რომ ჩვენ წარგვედგინა მათთვის ეს პროექტი და აჭარის მთავრობა დააფინანსებდა. მას შემდეგ ჩვენ შემოვიკრიბეთ სამუშაო ჯგუფი ექიმების, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, წარვადგინეთ აღნიშნული პროექტი და უკვე დაწყებულია ეს სკრინინგი. იტალიისგან გვინდა ამ შემთხვევაში მხოლოდ აჭარის რეგიონზე ეს არის საპილოტო პროექტი და ყველა ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ეს იყოს წარმატებული და წარმატების შემთხვევაში ასევე ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდეს ამ სკრინინგის პროგრამის გავრცელება. და ეს არ იყოს ერთჯერადი, რაც მთავარია. იყოს მუდმივად განგრძობადი, ყოველწლიურად განახლებადი პროექტი, იმიტომ რომ ყველა ბავშვი მოხვდეს ამ სკრინინგის პროექტში. იტალიელებს აქვს ამ მხრივ უზარმაზარი გამოცდილება, ძალიან საინტერესოა რა შედეგები მიიღეს სკრინინგით. ამას ყველაფერს გაგვიზიარებდნენ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სპიკერი არის იტალიელი, ვინც ჩამოყავს სპეციალურად ამ დღისთვის, რომელიც ისაუბრებს როგორც დიაგნოსტირება და მართვაზე ცელიაკიის, ასევე ისაუბრებს თავიანთ გამოცდილებაზე. ამასთან დისტანციურად ჩაგვერთვებიან იტალიის ასოციაციის წარმომადგენლები, რომლებიც უკვე ასოციაციის როლზე ისაუბრებენ სკრინინგის პროექტში და ასევე სხვა პროექტებშიც, რაც შეიძლება, რა ღირებულებად შეიძლება ასოციაციამ შექმნას და ამას უკვე ჩვენ გავიზიარებთ როგორც ეროვნული ასოციაცია. კი ბატონო. აი სკრინინგის მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ უფრო ფართო ჭრილში და მათ შორის მესმის რომ ეხლა საპილოტო პროგრამაა, მაგრამ პერსპექტივა ყოველ შემთხვევაში ჩანს რომ ეს გავრცელდეს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ მხოლოდ აჭარაში არ დარჩეს და საპილოტო პროექტის დეფინიცია, ასე ვთქვათ, არ მიიღოს, ეს არ იყოს რაღაცა საბოლოო დანიშნულება? სკრინინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ცელიაკია არის შეიძლება ითქვას საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვლინების დაავადება. მულტიდისციპლინური მიდგომა აქ საჭირო. ეს ანუ შეიძლება ეს თქვას არის გასტროენტეროლოგიური დაავადება, მაგრამ გამოვლინება აქვს როგორც დერმატოლოგიაში, ასევე ჰემატოლოგიური ჩივილები შეიძლება კონდეს ადამიანს, სტომატოლოგიური ჩივილები შეიძლება კონდეს და ძალიან მრავალფეროვანია. რეალურად შეიძლება იყოს მიზეზი გლუტენის აუტანლობა, თუმცა ჩვენ რაღაცა სრულიად სხვა გზებით ეს ხშირად ხდება ხოლმე, აი თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიჩეცდომას უშვებთ. აი გასტრიტის კუთხით მკურნალობენ, როდესაც ცელიაკიაა და იქ შეიძლება ეპიზოდურად ალაგდეს ეს ჩივილები, მაგრამ რა თქმა უნდა, პროცესი გაგრძელდება და მუდმივად განახლებადი იქნება ეს სიმპტომები, რაც ადამიანს აქვს. ამიტომ სკრინინგის საშუალებით ჩვენ მოვახდენთ დიაგნოზირებას იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ აქვს ადამიანს ცელიაკია და შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო დროული იქნება დიაგნოზირება, მით უფრო ნაკლებად არის ამ დროისთვის დაზიანებული წვრილი ნაწლავი და მით უფრო მალე მოვახდენთ ადამიანის გამოჯანმრთელებას. კარგი ამბავი აქ ის გვაქვს, რომ წვრილი ნაწლავის აღდგენა ხდება სრულად და ადამიანი ჩვეულებრივ განაგრძობს ჯანმრთელ, ჯანსაღ ცხოვრებას ყოველგვარი პრობლემების გარეშე. მით უმეტეს თუ ეს დიაგნოზირება მოხდება დროულად. მოდი მითებიც დავანგრიოთ, რაც ძირითადად, ასე ვთქვათ, აი დიაგნოზის დასმის შემდეგ შეიძლება რომ კონდეს ცნობიერში ჩალექილი ადამიანს და აი რაღაცებს ეშინოდეს, არ ვიცი, უფრო რთულ პროგრესირებას ვარაუდობდეს, ვიდრე შესაძლებელია კონდეს აი ამ დაავადებას. ზოგადად, ასე ვთქვათ, როგორ აფასებენ, როგორ ხედავენ ამ დაავადებას და რა არის რეალურად. მათ შორის მკურნალობის მეთოდები რამდენად არის ეფექტიანი დღეს? მკურნალობის მეთოდები ჯერჯერობით არ გვაქვს, აქედან დავიწყებთ. ერთადერთი მეთოდი მკურნალობის არის უგლუტენო კვებაზე ყოფნა. ხო, მკურნალობას გულისხმობ, რომ დაავადება, ასე ვთქვათ, არ პროგრესირდა, რეგრესირდეს, უბრალოდ. უგლუტენო კვებაზე გადასვლის პირველივე კვირიდან
ადამიანი გრძნობს უკეთესად თავს და ნელ-ნელა ხდება ხშირად დასრულებისგან მომისმენია ეს, რომ მაგალითად ადამიანს დაუდასტურდა 30-40 წლის ასაკში და თურმე რა კარგი ყოფილა ცხოვრება, იმიტომ რომ ეს ყოველდღიური დაღლილობა შეიძლება საერთოდ კონკრეტული რაღაც ძალიან ესეთი გამოხატული სიმპტომიც არ ქონდეს, მაგრამ იყოს მუდმივად დაღლილი, ცხოვრების ხარისხზე მოქმედებს ძალიან ცუდად. სხვათა შორის ახლა ხანს ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ვიყავით და მათმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ თურმე რა ბედნიერება ყოფილა ცხოვრება, იმიტომ რომ მე თვითონ დამიდასტურდა ცელიაკია და რომ ამოვიღე ეს გლუტენი, უკვე ძალიან ისე კარგად ცხოვრობ. თუმცა ამას აქვს თავისი გამოწვევაც. განსაკუთრებით თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ბავშვებისთვის უფრო რთულია თუ ზრდასრულებისთვის. თავარია, რომ არ ჩაიკეტოს ადამიანის სოციალიზაციის კუთხით. ის რომ თქვათ შენ არ ვერ იღებ ყველანაირ საკვებს არ ნიშნავს რომ შენ არ უნდა წახვიდე წვეულებაზე, შენ არ უნდა წახვიდე მეგობრებთან გასართობად. ფსიქოლოგიური კუთხით არის ყველაზე მთავარი ადამიანის მომზადება და ის თუნდაც მითი რომ შენ თუ ცელიაკია გააქვს ძალიან შეზღუდული ხარ ბევრ რამეში. ეს გვინდა რომ დავამსხვრიოთ და ასევე გვინდა რომ ღიად ვისაუბროთ ამ თემაზე. სამწუხაროდ გვაქვს ინფორმაცია რომ ხშირად არ ამბობენ რომ თქვათ აქვს ცელიაკია, დასრული იქნება ეს თუ მშობელი ცელიაკიის მქონე ბავშვის, იმიტომ რომ რაღაცეებს ერიდებიან. ჩვენ ვამბობთ რომ აქ მოსარიდებელი არაფერი არა, პირიქით რაც უფრო ღიად ვისაუბრებთ ჩვენ საჭიროებებზე, ერთ-ერთი დღესაც ობიექტებიც გაიხსნება, სადაც იქნება გარეთკვების შესაძლებლობა თავისი gluten free menus არჩევანით და ასე შემდეგ. ხო, რაღაც ნელ-ნელა რა დასასრულისკენ წავიდეთ და შევაჯამოთ, მინდა რომ გეგმები დაგვიტოვოთ ასოციაციის და ასევე ახსენეთ, რომ ბევრი სივრცე არის საჭირო, უფრო ბაზარიც ადაპტირდეს ნელ-ნელა ამ გამოწვევასთან. მათ შორის ევროპის ასოციაციის წევრი ხართ და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება რა მაგალითების გააზრება შეგვიძლია თუნდაც ევროპის ქვეყნები და რა გამოცდილების გადმოტანა ჩვენს ბაზარზე. ერთ-ერთი სხვათა შორის მნიშვნელოვანი გამოწვევა რაც გვაქვს არის სკოლებში, სადაც არის კვება. ამ სკოლებში რომ მოხდეს უზრუნველყოფა გლუტენის გარეშე კვების. ეს ეხება უფრო კერძო სკოლებს და არასაჯარო სკოლებს, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პროცესია ყოველდღიურად ბავშვისთვის მშობლის მიერ ცალკე საკვების მომზადება და ამ მიმართულებითაც მუშაობთ. ევროპაში არის სპეციალური გაიდლაინი, ეს ეხება სკოლებს, გარეკვების ობიექტებს და სხვათა შორის სტაციონარებს. ადამიანი, როდესაც შეიძლება სხვა პრობლემის გამო მოხვდეს სტაციონარში, ისიც დაცული უნდა იყოს, მისი უფლებების დაცული უნდა იყოს კვების მიმართულებით, რომ როდესაც მას ეკუთვნის რაღაც საკვები, მიიღოს ისე, რომ უსაფრთხო იყოს მისი ჯანმრთელობისთვის. ამ თემებზე მუშაობთ, ასევე ძალიან კარგი სიახლე გვაქვს ის, რომ ბავშვებისთვის ვისაც აქვს ცელიაკია, ყოველთვიურად 200 ლარიანი საკვები ვაუჩერებია. ესეც ასოციაციის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი და ხდება შესაბამის საკვები პროდუქტების რეალიზატორებთან ამ ვაუჩერების ყოველთვიურად განახდება, რაც საკმაოდ კარგი შეღავათია, ვფიქრობ, იმიტომ რომ გლუტენის გარეშე პროდუქტები ბევრად ძვირია სამწუხაროდ, ვიდრე პროდუქტები, რაც ხელმისაწვდომია და რაც ასევე არ არის იაფი ჩვენთან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ქეთი წარმატება თქვენ მაისშიც და ივნისშიც დაგეგმილი ღონისძიებების მიმართულებით და არა მხოლოდ პრინციპში იმდენად აქტიურ ნაბიჯებს დგამთ და ქმედით თინაბიჯების, ასე ვთქვათ, უკვე შედეგებში ასახული სტატისტიკაც მოწმობს, რომ წარმატებას გისურვებთ ამ გზაზე და კიდევ ბევრი გეგმის განხორციელებას და მიზნის მიღწევას. დიდი მადლობა. მადლობა ქეთი ტაბატაძე, ცელიაკიის ასოციაციის დამფუძნებელი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი.